დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეძღვნება ღამის არსებებს. იმ არსებებს, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ, ყველას გვსმენია და ეს არსებები არიან ბუები. ეს ვიდეო კონკრეტულად შეეხება ერთი სახეობის ბუს, რომელსაც ქვია ბუხრინწა, იგივე ბეღელის ბუ. ახლა კი წავიდეთ და მათ დავუყენოთ ბუდეები. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ბუდეები უკვე მზად არის, თუმცა შესამზადებელი არის კონსტრუქცია, რაღაც დამატებითი დეტალების ჩასწორება ესაჭიროება. წავიდეთ ახლა და გავამზადოთ ეს ბუდე დასამონტაჟებლად. ბუდეების დამონტაჟებასთან ერთად ამავდროულად შესარჩევი გვაქვს ადგილები, სადაც ამ ბუდეებს განვათავსებთ. ამიტომ წავიდეთ ახლა და შევარჩიოთ განსათავსებელი ადგილები. ადგილები უკვე შერჩეული არის. ახლა მისი დამონტაჟება დარჩა. შესაბამისად უკვე თქვენ ნახავთ ამ ბუდეების დამონტაჟების პროცესს. ბუდის ხეზე მისაყენებლად აუცილებელია ჯერ დავაყენოთ სამაგრი კონსტრუქცია, უკვე შემდგომში კი მოვახდინოთ მასზე სპეციალური ბუდის ჩამოცმა. აი ასე გამოიყურება იგი. საკმაოდ ძლიერად უნდა იყოს მიმაგრებული, რათა ქარის დროს ან წვიმის დროს და დროის გასვლის შემდეგ არ მოძრეს. შესაბამისად ის საკმაოდ მყარად არის დამაგრებული. ასეთი ერთოთახიანი ერგებათ ჩვენგან ბუებს საჩუქრად. ესე ჩვენი შემდგომი ლოკაცია. აი ესეთი ღია ადგილები არის საკმაოდ კარგი სანადირო ტერიტორია ბუებისთვის, ვინაიდან ესენი ძირითადად მღრღნელებით იკვებებიან. შესაბამისად მათ ესაჭიროებათ ისეთ ადგილთან ახლოს ყოფნა, სადაც ადვილად მოახერხებენ მსხვერპლის მოპოვებას და შორი დისტანციის დაფარვა არ მოუწევთ საკვების მოსაპოვებლად და უკვე შემდგომში მის ბუდეში გადასატანად. სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ლოკაციაც. მხოლოდ ბუდობისთვის არ არის ეს კონსტრუქცია განკუთვნილი, მათ შეუძლიათ აქ იმ დღის ნათელი მონაკვეთის გატარება. შემდგომი ბუდე დამონტაჟებულია და მზად არის, რათა უმასპინძლონ ბუებს. ხოლო ესეც ჩვენი მესამე ლოკაცია, სადაც დაყენდება შემდგომი საბოლოო ბუდე. ბუდეების განთავსებასაც მოვრჩით სამივე ბუდე, საკმაოდ კარგ ადგილას განვათავსეთ. შესაბამისად ახლა დარჩენილი გვაქვს ამ ტერიტორიების მონიტორინგი, რომ დავაკვირდეთ რომელიმე ინდივიდი აირჩევს თუ არა საცხოვრებლად, ან საერთოდ ესტუმრება თუ არა ამ ადგილს. ბუდეები უკვე განვათავსეთ. ახლა კი დროა ძველი ბუდეები შევამოწმოთ, რომელიც გასულ წლებში დავამონტაჟეთ. თუ კი იბუდა მან საერთოდ რომელიმე სახეობამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბუ, მტრედი თუ საერთოდ სხვა რამ. მოვედი შემდეგ ლოკაციაზე, სადაც განთავსებული არის ბუდე. ბუდეები დამაგრებულია როგორც ხეებზე, ასევე მიტოვებულ შენობებშიც. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ საიდან ვიცით, რომ ესა თუ ის ინდივიდი იმყოფებოდა ან ბუდობდა აი ამ ყუთში. არის შემთხვევები, როდესაც თუ კი ის მაღალ სიმაღლეზე იმყოფება, ჩვენ ავდივართ კიბით და ისე ვამოწმებ, ხოლო თუ კი არ გვაქვს ამის
აუცილებლობა ამ შემთხვევაში გვაქვს სპეციალური ტრანსმიტერი, კამერა, რომელიც უყენდება ნებისმიერი მაღალი ზომის ჯოხს და ხოლო ეს კამერა შედის ამ ბუდეში და ლაივ რეჟიმში გადმოგცემს იმ სიტუაციას, რაც ბუდეში ხდება. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიცით, იმყოფება თუ არა იმ მომენტში ბუ ან სხვა ფრინველი საერთოდ მანდ. აი, ეგ მეთოდი არის უსაფრთხო ამავდროულად, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც აი ეს ხელოვნურად მოწყობილი ბუდეები გამოიყენეს სხვადასხვა სახეობის ბზიკებმა მაგალითად ან ფუტკრებმა. სწორედ ამიტომ ყოველთვის გვეხმარება აი ეს ტრანსმიტერი გადამცემი, რომელიც ლაივ რეჟიმში გვანახებს თუ რა ხდება აი ამ ყუთში. ახლა კი ჩემი სუფთა მანქანით გავუყვეთ გზას. მოვედი კიდევ ერთ ლოკაციაზე, რომ ნახოთ თუ კი არის რაიმე ამ ბუდეში. სამწუხაროდ ეს ბუდეც ცარიელი არის, ხამურები კი უკვე გადადიან აქტიურ ფაზაში, ვინაიდან მოსაღამოვდა უკვე. ეს ხამურის ხმა არის, რომელიც აი ამ ჭრილებში ბინადრობს. ისინი ბუების მსგავსად ხამეს აქტიურ ფაზაში ატარებენ, ღისით ეფარებიან სინათლის შუქს, ასე რომ ბუები და ხამურები ერთ პირობებში საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და არის შემთხვევები, როდესაც ეს ბუები მიირთმევენ ხამურებსაც კი. საქართველოში აღწერილი არის 8 სახეობის ბუ. ის ინდივიდი, რომელიც აი ამ ხელოვნურად მოწყობილ თავშესაფარს იყენებს, ძირითადად გახლავთ ბუხრინწა, იგივე ბეღელის ბუ. მისი პირველი ბუდობის აღწერა დასავლეთ საქართველოში მოხდა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც უკვე დღეს საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ახლა კი გადავინაცვლოთ შემდეგ ლოკაციაზე, სადაც იმედია რაიმე დაგხვდება. ახლა კი მოვედით კიდევ ერთ ლოკაციაზე. აი ეს კი იმის კვალია, რომ აქ ბუხრინწები ნამდვილად ნამყოფები არიან. როგორც იქნა დაგვხვდა წელს გამოჩეკილი ბუხრინწას ბარტყები. საქართველოში ძალიან ნაკლები არის ისეთი ადამიანები, რომლებიც აი მსგავსი საქმით არიან დაინტერესებული. შესაბამისად, გარემოზე ზრუნვა და მათი კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ დროსაც, როდესაც ჩვენ ამ ბუებს ვიჭერთ, ვიღებთ მისგან მნიშვნელოვან სამეცნიერო განაზომებს. პირველ რიგში ხდება ინდივიდების დარგოლვა. დარგოლვა არის პროცესი, რომლის დროსაც ფრინველს ფეხზე უყენდება მეტალის ძალიან ჩატერ გოლი, რომელზეც დატანილი არის პირადი ნომერი. ეს რაღაც პირადი ნომრების ბაზას გავს ერთგვარი, სადაც ყველა ინდივიდს თავისი პირადი ნომერი გააჩნია, მას შემდეგ რაც ის დაირგოლება. შესაბამისად, ჩვენ თუ კი მას ხელახლა სადმე დავიჭერთ, ვიცით რომელი ინდივიდი არის ის და რომელ წელს მოხდა მისი პირველად დაჭერა. ამავდროულად ჩვენ ვიღებთ მისგან ფრთის განაზომს, კლანჭის განაზომს, ნისკარტის, კუდის თუ სხვა განაზომებს, რომლებიც გვეხმარება უკვე შემდგომში წლების გასვლის შემდეგ იმ პროცესების გაანალიზებაში, რაც მას დასთან ერთად მოსდევს. სწორედ ასე გამოიყურება წელს დაბადებული ბუხრინწას, იგივე ბეღელის ბუს ბარტყი, რომელიც 2000 წლამდე საქართველოში არ გვხვდებოდა, თუმცა დღეს იგი ფართოდ არის საქართველოში გავრცელებული.
დარწმუნებული ვარ უკვე შეამჩნევთ იმ ადამიანს, ვინც ამონტაჟებდა ამ ბუდეებს ხეზე. ის სამეცნიერო დონეზე შეისწავლის ბუებს, თაოსნობს ამ პროექტს და თვითონვე ახდენს ამ ბუდეების განთავსებას საქართველოს მასშტაბით. ახლა კი ჩემი მეგობარი დენისი შეეცდება, რომ ბუებზე გესაუბროთ და სხვა თვალით დაგანახოთ ეს არსებები. Okay, my name is Denis Kittel. I'm here now in a nice meadow near Batumi airport area. So you can see a beautiful meadow behind my back. And this meadow is also very nice foraging area for the barn owls, for the owls which recently came to Georgia. And they might be very useful tool for the pest control farmers can use on their own land. We have just checked several nest boxes we installed last year for the barn owls, and installation of the box might support the farmers. So like if they have the problems with the rats, different kind of rodents, this might be like biological weapon against them. Instead of using chemicals, pesticides, it's possible just to use the birds, like natural resources for this fight. Barn owl was always like a magic bird for me, like miracle, because in my country it has like really tiny population. I'm from Belarus originally. And in Georgia, so when I came here and I've seen this situation with the expanding range from the Europe to the Caucasus, I decided to make a study. So let's say I have interest like to understand the processes which are still continue in Georgia, and just interesting to understand how it's going to end. And what we now see that this species already became the species of the Georgian fauna, because everything happened like completely natural way. So like there was no like human impact on that. It's not introduced species from the other continents. We face that barn owls are here, and we might use in some way these birds. So I think like the other idea is like to show how we can use. Like there are like very nice practices in the world, in many countries, like in Switzerland, Israel, Germany, when farmers themselves attract owls to their land, and their products considered to be like ecological, like clean. And I think nowadays on the market, it plays like quite important role. Like you go to the market and you want to get like really nice food. So let's say like when you are together with the nature, it's much better for like for your business and also for other people like surrounding you. იმ ადგილებში, სადაც ბუები იმყოფებიან, ხშირად რჩება მათი მანდყოფნის კვალიც. დღის მანძილზე ეს ბუები ისვენებენ, როგორც არაერთხელ ვახსენე, სხვადასხვა ბნელ ზონებში. შესაბამისად, ისინი მან ტოვებენ გუანოს პირველად კვალს, რაც აშკარა არის ყოველთვის, და ამავდროულად ტოვებენ ამონანთხევს. ახლა რა არის ეს ამონანთხევი? ზოგადად ბუებს, სხვა მტაცებლებსაც ახასიათებს ეს, თუმცა ბუებში ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი გამოკვეთილი. აი მაგალითად ხო დაიჭერს ერთი ბუ, რომელიღაც მხნელს, არა აქვს მნიშვნელობა, ის მიირთმევს მას ხშირ შემთხვევაში, თუ კი მცირე ზომის არის პირდაპირ ასკლაპავს და ვიცით რომ ვერ ინელებს, ძვლებს და ბეწვებს. ამიტომ რა უნდა ქნას მან? ეს ყველაფერი უნდა ამოანთხიოს უკან. შესაბამისად, მთელი ამ დროის მანძილზე და აი ამ დღის მანძილზე ის ატრიალებს მის სხეულში და ამრგვალებს ამ ძვლებს და ბეწვებს, ხოლო შემდგომში უკვე დამრგვალებულ მასას ამოანთხებს უკან. დღის მანძილზე შესაძლებელია რომ ერთხელ ან ორჯერ გააკეთონ მათ ეს ყველაფერი და სწორედ ამ მრგვალი მასიდან, რომელიც მისგან მოგვეპოვება, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ რა მიირთვა მან მთელი დღის მანძილზე და ამავდროულად დავადგინოთ მთლიანი დიეტა. თუ რას მიირთმევენ ისინი ზოგადად ამა თუ იმ ტერიტორიებზე, მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ იშვიათად იკვებებიან ისინი თაგვებით, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძირითად საკვებს წარმოადგენს თაგვები. და ამავდროულად სხვადასხვა სახეობის მღრღნელებიც. This is rat joe, and they also quite often don't eat the stomachs of the prey. It's selective. Shrew, white tooth shrew, scalp,
do that. It's without the teeth. Okay, let's see how we ბუებს ნამდვილად გამორჩეული ბუმბული აქვთ და ისინი ხშირ შემთხვევაში ფრენის დროს ახდენენ ხმების შთანთქმას და გაფანტვას სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ის საერთოდ არ გამოსცემს ხმას ფრენის დროს. მის ბუმბულს ერთხელ მაინც უკვე შეეხებით, ნახავთ თუ როგორი ფაფუკია ის. მათი ბუმბულის სტრუქტურა კი განსხვავებული არის სხვა ფრინველების ბუმბულთან შედარებით. მათი ყურები არ მდგომარეობს ერთმანეთის ჰორიზონტალურად, ის ოდნავ ასწენილი არის ერთმანეთს. ერთი არის შედარებით ზემოთ, ხოლო მეორე შედარებით დაბლა, ერთმანეთის და არაპროპორციულად, რაც მას ეხმარება ხმების უკეთ გაანალიზებაში. ნებისმიერი მხრიდან წამოსული ხმა მათ ძალიან კარგად ესმის. ხოლო აი ეს ლოყების გარშემო არსებული ბუმბულების განსხვავებული სტრუქტურა კი მას ეხმარება ხმის გაფილტრვაში და თითოეული ბგერის სწორად აღქმაში. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, მე კი შევესწრები რომ ახლო მომავალში უფრო და უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ.